მოგესალმებით. დღეს შევიკრიბეთ ისევ ჩვენ გადაცემაში, რომელიც ექსპრომტად დავიწყეთ და მგონია, რომ თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ამ გადაცემის დახვეწას. და დღეს ლევანი მე და ერეკლე ხიტალიშვილი არის ჩვენი, ესე იგი, ჟურნალისტი, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა. და გვინდა განვიხილოთ ამ კვირის, ესე იგი, ახალი ამბები და გამოვყოთ ის ამბები, რომელიც მნიშვნელოვანია და ამაზე ვიმსჯელოთ. ამაში დაგვეხმარება ერეკლე, რა თქმა უნდა. შევეცდები მაქსიმალურად. წინა კვირას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, ყარაბაღს ვერაულით გვერდს. ყარაბაღში განვითარებული მოვლენების პარალელურად დაატრიალდა კიდევ ერთი დიდი ტრაგედია ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, დაკარგულად ითვლება კიდევ რამდენიმე ათეული პირი და იდენტიფიცირებულია ასევე რამდენიმე ათეული ცხედარი. ამასთან 300-მდე ადამიანიც დაშავებულია. შემდეგი თემა არის აზერბაიჯანის სპეციალური საკარანტინო რეჟიმი კორონავირუსის პანდემიის გამო 2024 წლის 2 იანვრის 6 საათამდე გახანგრძლივდა ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს, როგორც იწერება. ამის შესახებ გადაწყვეტილებას უკვე ხელი მოაწერა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა, ასევე აცხადებენ, რომ კარანტინის რეჟიმის შენარჩუნება იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება. აქვე შევახსენოთ მაყურებელს, რომ თავდაპირველი გადაწყვეტილების მიხედვით სპეციალური საკარანტინო რეჟიმი წესით შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო 2023 წლის 2 ოქტომბრამდე. შემდეგი კიდევ უფრო საინტერესო თემა კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში და ერთ-ერთი მთავარი თემა მე ასე მგონია, კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში შეიარაღებული პირები ჯავშან ტექნიკით ერთ-ერთ სოფელში შეიჭრნენ, რამდენიმე დღის წინ მოხდა, პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს და სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგდნენ. როიტერი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თავდასხმა სოფელ ბანსკაში მოხდა. კოსოვოს პოლიციის ცნობით ორმხრივი სროლის დროს მოკლულია 1 ოფიცერი და 3 თავდამსხმელი. უცნობია ასევე თუ ვინ დგას თავდასხმის უკან, თუმცა კოსოვოს ხელისუფლება მომხდარში სერბეთის მიერ დაფინანსებულ ჭყალებში, სერბეთის მიერ დაფინანსებულ კრიმინალებს ადანაშაულებს. ეგ საინტერესო თემაა, მგონი და ეგ განვიხილოთ, ხო, ჩვენ რა პრინციპით ვარჩევთ? გამარჯობა ჯერთი და მინდოდა მეთქვა, რომ გაამართლა მგონი პირველმა ექსპერიმენტმა და ვაპირებთ, ვაგრძელებთ სახელწოდების ძიებას, მაყურებლებმა მოგწერეს 1-2 წინადადება. მე ვთხოვე, რომ იქნებაერიზე თავდებოდეს, მეთქი როგორც ყველა ჩვენ გადაცემაში გვინდა რომ იყოს და ერთმა ქალბატონმა მოიწერა თვალსაწიერი, მეორე ბატონმა მყისიერი და ყველას მადლობას ვუხდით და ვაგრძელებთ ძებნას. ახლო ვართ, შეიძლება ამ ორიდან ერთ-ერთი ავირჩიოთ და მაყურებლების გამოხმაურებლობას კიდევ ველოდებით და ერეკლეს წარმოდგენილ პრეისკურანტს რაც შეეხება, რა შეიძლება ითქვას, საშინელი ტრაგედია, როცა ადამიანები ნებისმიერ ტექნოგენურ ტრაგედიაში იღუპებიან და ამაზე ჩვენ რა შეგვიძლია ვთქვათ, გარდა იმისა, რომ სულ დავდობთ რაოდენ ტექნოგენურია ჩვენი დედაქალაქი, ხო? ამის ყველა კორპუსი და ყველა სახიფათო შენებლების მიერ გაცემული ნებართვა არის ცალკეული გამოძიების კანდიდატი და უსამძიმრებთ ყველას. საკარანტინო რეჟიმი გამომეპარა, არ ვიცოდი, ეგრე მკაცრად თუ აზერბაიჯანში ნეტა რა კავშირშია ეს პოლიტიკურ მოვლენებთან, არის თუ არა თავისუფალი მართლა სამედიცინო მიზეზებით, ჩვენ რაღაცნაირად დაგვავიწყდა ეგ ყველაფერი და ძალიან საწყენია თუ ესეთი მძიმე მდგომარეობაა და კიდევ ერთხელ სვავ კითხვას, არის თუ არა ეს კავშირში რაღაც მიმდინარე ომთან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და არგია თუ არა, ან იყენებს თუ არა პოლიტიკური ხელმძღვანელობა ქვეყნისა ამას რაღაცისთვის, რაც ჩვენ გარედან არ გვესმის. ამიტომ თითქოს ერთის მხრივ რაში გვედარდება ესეთი ნიუზია რა, გაიარა და შეიძლება სერიოზული. მაგრამ საინტერესოა რა, ეხლა თუ წარმატებული, მოდი ასე ვიტყვი, აზერბაიჯანელებისთვის წარმატებული აზერბაიჯანული მმართველობა ასეთ ინსტრუმენტს რაღაცა კონკრეტულისთვის იყენებს, მე არ ვიცი, ეს იქნება ეს თქვათ ამ საბაბით პოლიტიკური არეულობის
თავიდან აცილება, რომელსაც დარწმუნებული ვარ მხარს უჭერენ, თქვათ, გლობალისტები აზერბაიჯანში. ხო, აი შეგვიძლია რაღაც არ მინდა ხო ვიჭორაოთ, მაგრამ შეხედე პანდემია აღარ არის არსად. იქ არის. აზერბაიჯანში არის. რატო? და არის ჩინეთში. ხო, ჩვენ ხო და ჩინეთში. რით გავს ჩინეთი და აზერბაიჯანი? ორივეს ყავს მაგარი ყოჩაღი ავტორიტარული მმართველი. მე არ მინდა ეხა არც პლუსის არც მინუსის ნიშნი, უბრალოდ მაგრები არიან, ერთიც და მეორეც. ხო? ამ ორივეს ჭირდება რაღაცაში, არ ვიცი. თუ ესე კლიმატური პირობებია თუ რა არის, რომ აღარსად აღარა პანდემია გარდა ამ ორისა და თუ არის, ეხა ჩვენ ხო ვცდილობთ ვიფიქროთ. მიუხედავად მასმედია ნარატივებისა, რომლებიც მიმართულია ამაზე, რომ ტვინი ამოგვირეცხონ და არ ვიფიქროთ. მე ვეკითხები ჩემ თავს, თუ აზერბაიჯანშიც და ჩინეთშიც ერთდროულად მიდის პანდემია, რომელიც აღარ მიდის აღარსად. ის პანდემია, რომელიც თანხდებით, რომ იყო გლობალისტების პროექტი. რაღა ამ ორ ავტორიტარულ ქვეყანაში ისევ ყოველგვარი კრიტიკის და იმის გარეშე ვიძახი. შემორჩა ეს ორი პანდემია და რაში იყენებს, თქვათ, ხელმძღვანელობა, ამას რა ქვია. მაინც ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ კითხვის ნიშნის დასმად ალალად ღირს რა. აი ესეთი რაღაცის ესე ხოპა და გამოტოვებას აზრი არ აქვს რა. აი მაინტერესებს და მე არ ვიცი ხა რას შევძლებ წავიკითხავ, რას შევძლებ გავარკვევ, მაგრამ ნახდათ ღირს. აი ირაკლი თუ შეიძლება რომ ეს ცოტა აგირიოთ ხოლმე თქვენი მონათხრობი და რაღაცა რეაქცია მოგცეთ, აი მე ესეთ კითხვა. საერთოდ მე მგონია რომ ერი მედიას ფუნქცია ეგ არის. არ არის რა ჭინკების მიერ დაფინანსებული, არის დამოუკიდებელი მოაზროვნე ხალხის ტელევიზია, მოაზროვნე ხალხივე ეროვნული ტრადიციული უყურებს მას და აზროვნებს რა. ჭინკებიც უყურებს. ვცდილობთ, ჭინკებიც ამით უყურებენ, მაგრამ ვერ ხვდებიან ვერაფერს როგორც ყოველთვის, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, აი მოვიდა ნიუზი, ხო, რა ხდება. და მე მაინა შენ რას ფიქრობ? რატო არის მარტო აზერბაიჯანში და ჩინეთში? ნამდვილად არ ვიცი. არა, კოვიდი ამერიკაშიც ბრაიანი მიყვებოდა და ეხა ჩემ ექიმს ველაპარაკებოდი მეიო კლინიკაში, ანჯელა დისპენსიერის მსოფლიოში ასეთ მთავარ ექსპერტს ჩემი იშვიათ დაავადებაში მქონდა შემოწმება და ვიდეო კონსულტაცია და კი ნაღამ გადავყევიო, მითხრა ისეთი კოვიდი გადავიტანეო. ძალიან ცუდად ვიყავი, ხო და ამიტომ კოვიდი კიდე არსებობს, მაგრამ ესე каранტინი და ქვეყნის ჩაკეტვა, მე არ ვიცი კიდე სადმე თუ არის ჩინეთის და იქნება სადმე. აზერბაიჯანის გარდა. მოვიკვლიო და მე ხო, აი საინტერესო, მოდი გავაკეთოთ აპდეიტი კოვიდის სტატუსის, აი საინტერესო სოფლიოში და დავსვათ დიაგნოზები არასამედიცინო, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ. როგორი ხელისუფლება? იმიტომ რომ მაგ დიაგნოზს ვერავერს მე წავიკითხე მაგალითად ნობელის პრემიის ლაურეატი ვირუსოლოგის ერთი ვერსია, რომ ეს არის ხელოვნური პროექტი, ესმის, და მეორე ასეთივე ავტორიტეტული ვირუსოლოგის, როგორც მომეჩვენა დამოუკიდებლის, რომ ეს თავისით გაჩნდა რაღაცა ღამურაში თუ ჯანდაბაში, ხო და ამიტომ შევთანხმდით, რომ ვერ ვთანხმდებით, ხო? მაგრამ მოდი ახლა გადავხედოთ, კაცო, სახლებში ამოვკეტა, მე პირადად სოფელში ვცხოვრობ და კიკეთში და პანდემიაში სახში რო არ გავგიჟებულიყავი ჩემი ხელით, მაშინ პანდემიის წყალობით ფერმა ავაშენე, რომ ვფიქრობდი ბავშვებს რა ვაჭამო და სკოლას რა ვაჭამო, ჩემი ხელით, ჩემ შვილებთან ერთად და კიდე რეგბისტებთან, იუნკერებთან ერთად ფერმა ავაშენე იმ ზაფხულს 2020 წელს. სანამ ავად გავხდებოდი თუ გამხდიდნენ ავად, ხო და მერე ხო ამდენი აგვართვა, ამდენი ზიანი მოგვაყენა ყველას ამ პროექტმა. მე მიმაჩნია რომ ეს ხელოვნური პროექტი იყო, რომ ძალით გამოუშვეს ვიღაცას. ხო, ისიც ვიცით რომ მაგალითად ჩემი დაკვირვებით ჭინკები ბევრად უფრო ნერვიულობდნენ პირბადეებზე ვიდრე ტრადიციული ადამიანები. აი ესეც აი პირდაპირ ლაკმუსი. აი ძალიან იშვიათად ნახავდი შენ ნორმალურ ტრადიციულ ადამიანს, ვინც დაციკლულია პირბადეებზე და ქუჩებში ხალხს ეჩხუბება, რატო არ გიკეთიათო და ნუ 10-ში 9 ვინ ყვირო და ჭინკა იყო რა. არავის წყენინება არ მინდა, მაგრამ ეგრეა რა ჩემ წარმოდგენაში. ჭინკა გულისხმობ ცინიკური ეკლესიის დამი, ტრადიციის დამი, ურცხვობის, არ დამრცხვენელი და ასე შემდეგ რა. ხო და თავისუფალი.
როგორც თვითონ ხა ის გვახსოვს რომ ხო და რატომ მოხდა ზიარებიდან გადადის ეგ ცალკე ხო და რატომ მოხდა ეგრე რომ მანდამაინ მაგ ხალხს დაარტყა ეს ხომ არ არის ირიბი დასტური იმისა რასაც ჩვენ ვიძახით ამდენი წელია რომ მთელი ეს მატრიცა მუშაობს ადამიანების ტვინის ამორეცხვაზე და რამდენადაც ამოურეცხავს იმდენად ადვილად მართავს ანუ რატო გახდა თუ ეს მატრიცის პროექტი იყო როგორც მე მჯერა მატრიცის მიერ მართული პროექტი ხო უფრო მაგარი დაშინების იარაღი იმ ხალხზე ვინც უფრო ემონება ამ მატრიცას და ებრიქება და ეურჩება ემას ნამდვილ თავისუფლებას ანუ სულიერებას ტრადიციას გმირიც აყვავს ხო ეგეთი ნოვაკ ჯოკოვიჩი კი ბატონო ნოვაკ ჯოკოვიჩი ენაცვალოს ჩემი თავი ხო და რომელმაც თქვა რომ ხო და ხა ჩვენ მეორე გადახრებიც იყო თქვა ანტივაქსერული დაციკლებით და ადამიანები ერთმანეთს მეგობრები გულანძღავდნენ და რაღაცა და ამისათვის ეკლესიამ შეიკრიბა სინოდმა გამოიღო დადგენილება რომ ცოდვა არ არის ვისაც გინდა დაიცარით ვისაც გინდა ნუ აიცრებით და განგვიმარტა მე გავაკეთეთ ტელეგადაცემები მიმართვები რომ ხალხო რა კაია რომ თავისუფალი ნება გვაქვს თურმე და ვისაც გვინდა შეგვიდა მე რო კიბო დამემართა თუ დამმართეს ექიმებს რო დავეკითხე მითხრეს რომ ეს ქიმიაო ხარ რასაც გიწყებთო ისე დაგიგდებსო მოგიკლავსო იმუნიტეტსო რომ შანსი არ გაქვს შენ გადაიტანო ისაო კოვიდიო და უნდა იარო ყოველ კვირაო კლინიკაშიო და კი დავდიოდი კოსმონავტის სკაფანდრში ჯერაც დავდიოდი დავხოხავდი მაგრამ ნუ აი არაფრის შანსი არ გაქვს ამიტომ აუცილებლად დაიცერიო ხო და რო ავიცერი ამის გამო ეხა ექიმს ხო უნდა დაუჯერო რა და მით უმეტეს რომ ჩემმა ეკლესიამ მითხრა ცოდვა ეს არ არის ხო მანამდე ხარდამჭერებთან რომ მქონდა შეხვედრები მორალური პრობლემა მქონდა რომ არ გადავდო და ხო არ ავიცრა მაგრამ არ ვიცრებოდი, იმიტომ რომ არ მინდოდა იმასთან რომ ოჩაღა თუ არა ვარ რაღაც კანდიდატი რომ რომაც დამემართოს ვერ გადავიტანო და ესე ვიყავ მაგრამ ეხა ეგ რომ დამემართა თუ დამმართეს რა მექნა ექიმებმა ეგრე მითხრეს და ავიცერი და ზოგმა ჩვენმა იმაზე რომის პაპზე მეტმა კათოლიკემ ესე იგი გვაცვა ჯვარს რომ შენ როგორ აიცა ესა რა ანუ ეს მეორე გადახრა მაგრამ აქეთ რო დაუბრუნდეთ ხო გავიარეთ ეს და თითქოს დაგვავიწყდა გასოს ეს აკვარიუმის თევზის 7 წამიანი მეხსიერება როცა აკვარიუმის თევზს ახსოვს მარტო ის რასაც აკვარიუმში ან ტელევიზორში აჩვენებენ და მეცნიერებმა დაადგინეს რომ აკვარიუმის თევზების ძირითად ჯიშებს საშუალოდ აქვს მეხსიერება 7 წამი ანუ მერვე წამს ყველაფერს თავიდან იწყებს რა და ავიწყდება და ამიტომ არ წინდება აკვარიუმში, თორე ისე გაგიჟდებოდა. მე-7 წამს უკვე ნერვიულობას იწყებს და მე გადატვირთვა ემართ. და ეს არის სინდრომი თანამედროვე მედიის, ხო? რომ აი, ჰოპა, მიგიშვირეს, ისა გაყვირეს რაღაცა და სლავა უკრაინი მაგალითად, მე მიგიშვერენ და გაუმარჯოს ტაივანს გაყვირებენ. ან რაღაცა სხვას, ხო? და კოვიდზეც ეს მოხდა. ეხლა რატო დავიქოქე ესე, რომ ამდენი ცხოვრება წაგვართვა 2 წელი. ხალხი დაიხოცა, უბედურებ, არავინ არ გამოიკლია, არავინ არ გამოიძიეს. მე ხო არ ვამბობ მარტო ამას, ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ეს ხელოვნური ვირუსი იყო, ხო? და გამოუშვეს ჩვენ. კაი ბატონო, მონახეთ და იმასკენით, კაცო, დასაჯეთ ეს ხო. არავინ არ დასჯილა. უამრავი მოცემულობები გვაქვს ბილ გეიტსის და სხვადასხვა ფონდების ამ პროექტში, სანამ ეს გაჩნდებოდა საერთოდ მზადებისა და მონაწილეობისა და ყველა დასეირნობს რა. და ის ხალხი, ვინც ამ მატრიცას ეწინააღმდეგება, ციხეებში ზის, ეგერ გარყვნილების აღლუმს, ვინც წინააღმდგა ბიჭები, მე რო ვკვდებოდი იქ იმაში თურქეთში პირველ დღეებში, ის ბიჭები დღემდე ციხეში უძით. ხო და სად არის ამართალი და სად არის ლოგიკა? აი მორჩა კოვიდი და რატომღაც ორმა ქვეყანამ გააწყვეტა რომ არ მორჩა. აი რაც გვესმის ამ ნიუზებიდან. აზერბაიჯანში და ჩინეთში კოვიდი გრძელდება. მე მაინტერესებს, ხა ნახდათ ვერ დავდებ თავს რომ ვიცი რატო გრძელდება. რა მიზეზები აქვს, მაგრამ მოდი დავსვათ კითხვის ნიშანი მაინც. და შევთანხმდეთ რომ იქნებ შემდეგ გადაცემაში გავაკეთოთ მოდი COVID update review, რომელშიც ვიტყვით რომ აი ამ ქვეყნებში არის კოვიდი, რა აკავშირებს ამ ქვეყნებს. თქვათ ავტორიტარული მართლობა, რეგიონალური დაძაბული კონფლიქტი. რაღაცაში ხო არ ჭირდება ამ მთავრობებს,
რომ COVID-ი ისევ იყოს. და მე აქედან გამომდინარე რაღაც დასკვნები ვაკეთოთ რა. ეხლა ბენზოგასამართის სადგური აფეთქდა საშინელება, ხალხი დაიღუპა, ტრაგედია, ცოტა არ აქვს მნიშვნელობა. სომეხია, აზერბაიჯანელია თუ ვინც დაიღუპა, საშინელება, მაგრამ ეხლა ჩვენი გული გონება ისეთი გაუხეშებულია იმასთან, სტატისტიკასთან მიმართებაში, რომ არ გეხება რა, გესმის რომ რაღაც მოხდა, ვიღაცები დაიღუპენ, უსამძიმრებთ გავიარეთ, მაგრამ ეს მართლა აქტუალურია, ის ტრაგედია, ეს აქტუალურია. რა ხდება? მაინტერესებს. ეგება რაღაცა ბაცილაა, რომელიც მარტო აზერბაიჯანში და ჩინეთში ხარობს. გესმის და სომხეთის საზღვარს როგორც კი გადადის ან საქართველოსაც ექვე ის არა ქვია იქ სომხები კონიაკით კლავენ აქ ჩვენ ღვინით გესმის და მონღოლეთში ჩინური არ გადადის რატომღაც და რუსეთში ხო ეგ ბაიკალზე იხრჩობა რა და ამიხსენით და მოდი გავერკვიოთ აი ხალხმაც მოგწეროს თავისი აზრები და იქნება ესეთი ტელევიზია ჯობია ვიღაცა ქალს დამგვანებული კაცების და კაც დამგვანებული ქალების გაუთავებელ ყროყინს რა. ესე არ ჯობია? კი, ინტერაქტიული უნდა იყოს. ხო, გავაგრძელოთ. კიდე რა გვაქვს პრეისკურანტში? ყარაბაღს შეგვიძლია დაუბრუნდეთ ისევ. ეს ახლად გავრცელებული ინფორმაცია შედარებით არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 1 იანვრიდან მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა წყვეტს საერთოდ არსებობას. ყარაბაღის თემა გავიაროთ და გადავიდეთ ამერიკისკენ, სადაც ნიუ-იორკის სასამართლო. შეიძლება ერთი კომენტარი გავაგე. ჯერ დავღეჭეთ წინა გადაცემაში ჩვენ ეს თემა და ალბათ მე მგონი ხო გამეორება იქნება. მაგრამ მინდა გავიხსენო, რომ როცა ჩემმა მეგობარმა და სომხეთის პატრიოტმა სხვათა შორის სომეხმა მესაქმემ რუბენ ვარდანიანმა როცა ეს ომი განახლდა 2020 წელს თავისუფლება მისცა და ცოტა ზედმეტი რაღაცა თქვა ქართველების მიმართებაში, ქართველებთან მიმართებაში. ეხლა რუბენს თბილისთანაც აკავშირებს აღზრდა, ვიცი რომ წლების მანძილზე აქ ნათესავები ყავდა და თბილისშიც იზრდებოდა. და ჩემი მეგობარია მოსკოვში საქმიანობდა და მაგრამ გულზე და თვალზე მომხვდა, ყურში მომხვდა უბრალოდ რაღაცა ზედმეტის უფლება მიცა თავ. მე გავეცი მას ესეთი შეძლების დაგვარა ძდილობიანი პასუხი რუსულ ენაზე YouTube-ში დევს ჩემი სახელი და ატვეთ რუბენ ვარდანიანი. ხო და რუბიკა ესეთი სომეხი პატრიოტია რა, ხო და მე იქ ყველაფერი ვუთხარი თუ ვინმე საინტერესებს შეულა ჩართოს და მოესმის და რუბენი გადაყვა, ანუ მიანება მოსკოვში თავის საქმეებს, მანამდე დილიჟანში სკოლა აშენა, ხო და გადასახლდა ყარაბაღში. ხო და ეხლა დაიჭირესო გუშინ წავიკითხე და არც ვიცი რაზე დაიჭირეს, რა ხდება მისთან. ო, აბა ვინ დაიჭერდა ხო. ხო და ძალიან წუხვარ ეგრე თუა, მინდა მოვიკითხო და გავიგო რა ხდება და ჩემ აზერბაიჯანელ მეგობრებსაც დაურეკო რა და გავიგო რა ხდება და ეხა ძალიან ისეთი ჭკვიანი, ინტელიგენტი სომეხი პატრიოტია, მაგრამ რა ხდება ყარაბაღის გარშემო, მე და შენ წინა გადაცემის ნახევარი მიუძღვანეთ და მე მგონი გავატაროთ და გავაგრძელოთ ნიუზების განხილვა. შემდეგი ამბავი ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი საბოლოოდ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტისა და მისი შვილების ფინანსური ანგარიშები, რომლებსაც ტრამპები 10 წლის განმავლობაში კრედიტორებსა და მზღვეველებს აწვდიდნენ, იყო ყალბი. შემდეგი პროცესი ოქტომბერში უნდა გაიმართოს. ადვოკატები კი ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადებიან თაღლითობა ტრამპის მიმართ წელს დაყენებული 4 ბრალდებიდან ერთ-ერთი ბრალდება. ესეც ისე მოხდა, რომ წინა გადაცემის მეორე ნაწილში მე და ბრაიანმა ძალიან დეტალურად განვიხილეთ. უკვე დაიდო ინგლისური ვერსია ამ საუბრისა სოციალურ ქსელებში და ტელევიზიაში ვერ გავა თარგმანის გარეშე და თარგმანი ბრაიანთან ჩემი საუბრისა ქართული თარგმანი დაიდება დღეს ხვალზეგ. მე ბრაიანს მაგაცემაში პირდაპირ ვკითხე, რომ არის თუ არა შანსი, რომ პირდაპირ ესე მეთქი მუშურგლეხურად ვკითხავ ეხლა რაღაც დეტალებში და ხო იცი იქ იმდენად აჯღაბუჯღა იურიდიული სისტემაა, რომ სანამ გაერკვევი, გაგიჟდები და მე ვთქარი პირდაპირ მითხარი, არის თუ არა შანსი, რომ ტრამპი მოხდეს ციხეში არჩევნებამდე.
და ჯერ თქვა კიო, მერე თქვა რომ ნუ თუ ეგ არა არის შანსი რომ ბრალი დაემტკიცოსო და მერე ეს იქნას გამოყენებული რომ მან გენჭი ვერ იყაროსო და ეს იქნება კატასტროფა ამერიკისთვისო, იმიტომ რომ ნახევარზე მეტი ქვეყანა თუ რამდენიცაა უჭერს მას მხარსო. მე ჩემ მხრიდან და მოკეთ ვისაც აინტერესებს დაელოდოს აი ქართულ თარგმანს ამ გადაცემისა და იქ მოისმინოს და ბრაიან ბრაუნი ვისაც არ ახსოვს არის ჩვენი საყვარელი ამერიკელი კონსერვატორი კაცი რომელმაც ტრადიციული ღირებულებების დაცვის აქციაზე რუსთაველზე ისეთი სიტყვა თქვა რომ ყველა ქართულს მისცეს ღმერთმა ეგეთი სიტყვის თქმა რა და ეგეც დევს YouTube-ში და მე ჩემ მხრიდან დავამატებდი რომ ეს არის ცინიზმის პიკი აი როცა სისტემა ლპება მე ძალიან მიყვარს ამერიკა მისი კულტურა მაგრამ ჩემ თვალწინ სამწუხაროდ ის ლპება ის ხდება ორპირი ორსახა აბსოლუტურად უპრინციპო და ეხლა ჩვენ გვაქვს ვიდეო კადრები რომელშიც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხო დაუშტერებს ეგ კაცი და პირდაპირ იძახის კამერაზე რომ უკრაინის პროკურორი რომელიც იძიებდა საქმეს უკრაინის გაზის ვაჭარი კომპანიი ბორისმასში სადაც მუშაობდა მისი შვილი ჰანტერ ანუ მონადირე ბაიდენი ხო მან მოსთხოვა პრეზიდენტ პოროშენკოს თუ მის ადმინისტრაციას რომ გაეგდოთ ეს პროკურორი ანუ ჩაერია უხეშად უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში და დაემუქრა რომ $1 მილიარდიან დახმარებას წინააღმდეგ შემთხვევაში არ მისცემდა და მე ტრაბახობს იცინის ეს დამსწრე საზოგადოებაც იცინის რომ ამაგრები ვართ ეს ამერიკელები და ეს ამერიკა son of a bitch წარმოგიდგენიაო რამდენიმე წუთში დაამერიკეს და მეთქეს რომ გაგდებულია ეს პროკურორი მე ამ პროკურორის ინტერვიუ ცნობილი რუზველტის ფრაზა სამოსასთან დაკავშირებით ხო ის არის ჩვენი son of a bitch ჩვენი ხო სუკინსტინი ხო ბოზიშვილი ხო თუ რა ძუკნიშვილი ხო და ეხლა უყურე ეს არ არის კორუფცია თურმე გასმის აი პირდაპირ კადრში გვაქვს მამა შვილი გასმის იგივე შემიძლია მოყვე ჰილარი კლინტონზე და ჰაიტის მიწისძვრით განადგურებული ფონდების მითვისებაზე ესენი არ არის ნეპოტიზმი არ არის თურმე რა არც კორუფცია გასმის არც კორუფცია და ესე იგი ტრამპის რომელიც ბიზნესმენია და ფული არ უშოვია პოლიტიკაში მხოლოდ ბიზნესში ნაშოვი ფული დახარჯა ხო ეს არის თურმე კორუფცია და ეს რა არის ეს არის გაგრძელება ჩვენთვის ძალიან სამწუხარო გრევის ამერიკის სამართლიანი სისტემების ნარჩენების მე ერთი ის მინდა დავამატო მაგას რომ ჩვენ როდესაც საბჭოთა კავშირიდან თავისუფლდებოდით ასე ვთქვათ მე მეგონა რომ აქ ჩამოვიდოდა ისეთ ხალხი როგორც ფოლკნერი და ბობ დილანი და ასე შემდეგ და აღმოჩნდა რომ ჩამოდის კამალა ხარისი ხო მაგათთან შედარებით სამწუხაროა ჩვენის ამერიკა გვიყვარს ჩვენთვის არის ეს არაჩვეულებრივი კულტურა ქვეყანა ავიცი რომ თუმცა აი ბრაიან ბრაუნის ნაარი ხალხიც ჩამოგდის მაგრამ 1001 აი იმას არავინ არ აშუქებს იმას მარტო ჩვევაში ხო აი ეგ არის ჩვენი პლუსი ხო და სხვების მინუსი ხო ამიტომ დონალდ ტრამპის თაღლითობა არ გაიშვა ანუ ეს კაცი მე ხა არც მისი გაღმერთება მინდა და ერთ სტატიაში უწოდე ავანტიურისტი მას სანამ პრეზიდენტი გახდებოდა რატო რომ მიშასთან ჩამოვიდა ბათუმში და ესა თქვა რომ აქ ტრამპ ტაუერს ავაშენებო ხო და ნუ მეთქი რამდენი მოგცეს მაგაში ხო ვიცოდი რომ ფულს არ ჩადებდა თვითონ ხო და მე ჩემ მეგობარი აპირებდა მაგის აშენებას ხო და ეს მაგრამ მეთქი აი მიშას რო გვერდში დაუდგა და აქო დაადიდა ეს ბათუმი მეთქი და მე ამერიკელები მეკითხებოდნენ ხა ეს ავანტურიზმი ხო ბარბარიზმია რა და რა როგორი თარგმნებაო და ავანტურისტი ადვენჩურისტ მე ვთქვა თავგადასავლების მოყვარული და ხო და მაგაზე ეხაც ისა ვარ ყაბული ვარ რა ანუ ეს შეიძლება რაღაც კონოტაციაში კომპლიმენტიც იყოს თავგადასავლების მაძიებელი კაცია რომელიც არ უშინდება და წინ აღუდგეს იმას რა ქვია აი ამ გლობალისტურ ჭაობს რა მაგრამ
ნუ ჩვენთვის ცხადია რომ ტრამპი ტაური არ აშენდა. ამ ტაური არ აშენდა, მაგრამ მიშა რო აქო და მიშას არქიტექტურა ბათუმში, ეს არ მომეწონა ხო და მაგრამ ნუ ვიძახდი მაშინაც რომ რა თქმა უნდა არაფრის შედარება არ შეიძლება სად ტრამპი და სად ჰილარი კლინტონი. ეს ჩვენი ლიბერალები ხო საერთოდ დაკარგული აქვს ყველაფრის გასაღები. ახლა ტრამპს რო ლანძღავდნენ, იქამდეც კი მივიდნენ რომ იძახდნენ რომ ტრამპის ცოლი რას გავსო და ეს კაც რო გავს ობამას ცოლი რა სიმპათიური ქალიაო. საქმე გვაქვს პოლიტიკური ნიშნით თვით ესთეტიკური საწყისების ეროზიასთანაც კი. ახლა რო შეიძლება ტრამპის ცოლზე თქვა რომ არაფერს არ გავს და ობამას ცოლზე თქვა რომ რა ლამაზი ქალია ხო და ერთგვარი აპარტეიდია. აპარტეიდია ესთეტიკური ხო და შენთვის როგორც ხატრისთვის ხო და ამიტომ ეს ნიუ-იორკის სასამართლო აგრძელებს იმ საწყენ ასე ვთქვათ ტენდენციას რომელიც ამერიკას კარგამდე არაფრამდე არ მიიღოს. გადავიდეთ შემდეგზე. გადავიდეთ ეკა შენ რას ფიქრობ შენ შეგიძლია ჩაერთო ხოლმე ხანდახან იმაში აუცილებლად. ხო, იმიტომ რომ შენ ახალ თაობა ხარ პლუს. გაიგე და შენი აზრი კიდე უფრო მაგარია. უფრო საინტერესო. ჩვენი აზრი სანამ პირს გავაღებთ ყველა მეცის. ჩვენმა მომხრემაც და ჩვენმა მოწინააღმდეგეც. მართალია. შეგვიძლია არც ვილაპარაკოთ არაფერი. ეს ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ამბავია. აბა. მეორე ფრონტის იდეა რომ კვლავ აქტუალურია ამის მორიგ მტკიცებულებად მართლ გუნდს კუბას სანიკიძის ახალი განცხადება მოხავს. საუბარია პოლიტიკოსის მხრიდან ერთ-ერთი არქივისტვის მიცემულ ინტერვიუზე, სადაც სანიკიძემ სომხეთ აზერბაიჯანის კონფლიქტი მიმოიხილა და თქვა, რომ ომის გზით სუვერენიტეტის აღდგენა საქართველოსთვის მისაბაძი უნდა იყოს. თავის მხრივ ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ძალადობრივი მეთოდებით რეინტეგრაცია დაუშვებელია. პოლიტიკოსი, რომელიც რეალურად თავს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მთავარ მოკავშირეს უწოდებს, ქვეყანას აზერბაიჯანული მაგალითის გამეორებას ურჩევს. საკუთარი სანიკიძის ნაცვლად თავის მართლება დღეს ნაციონალურ მოძრაობის წევრებს უწევთ. ოპოზიციურ პარტიაში კოლეგის პოზიციას არ იზიარებენ. ამასთან ნაცმოძრაობის მთავარი პარტნიორი, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი ამტკიცებს, რომ გუბას სანიკიძეს ომთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი უთქვამს. მე გუბას დავეთანხმებოდი ამაში და ვიტყოდი რომ თუ მას სურს რომ ჩვენ აზერბაიჯანის ხაზით წავიდეთ, მაშინ წავიდეთ აზერბაიჯანის ხაზით. გავხვედოთ ყველა დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების მომღერალი ჭინკა და ნაცი და ლიბერასტი. ყავდეს ავტორიტარული მმართველი, რომელიც ერთ მუშტად შეკრავს ქვეყანას. ყველა მის რესურს 10, 15, 20 წლის განმავლობაში მოახდენს აკუმულაციას. მოახდენს კონცენტრაციას სახელმწიფო რესურსების, გადაწყვეტილების მიღების სისტემების. არ მიცემს ბრიუსელიდან, სტრასბურგიდან, ვაშინგტონიდან, მოსკოვიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას. მოახდენს მოჭიჭყინე ჯამბაზების კასტრაციას, ციხეში ჩასმას, მედიას დაახევს ყურებს, ქვეყნის ტრადიციების შეურაცხყოფისთვის, გალესავს, დაალაგებს მთელ ქვეყანას და სახელმწიფოს ერთ რკინის მუშტად და მერე დაარტყავს მტერს და დაებრუნებს და ეგ გზაც არსებობს. მაგრამ კიდევ ერთხელ იმისთვის რომ ამ გზით წავიდეთ, ეს ყველაფერი უნდა გავა. ესე არა ძმაო, რომ ვინ მაიმუნსაც უნდა, რა მაიმუნიცაა და რა პარტიაში უნდა გადადი გადმოდის და პრინციპებს როგორც უნდა ისე ღალატობს და ერთ დღეს ერთ ხარეს ათამაშებს, ერთ ხარეს და მეორე დღეს მეორე მხარეს. გშურს ალიევის გზის ავტორიტარული კაცრი მმართველის. აი ესენი ვქნათ მაშინ. ყველა ვინც ხალხი გაღლიტა, გადააგდო, მოატყუა, დაისაჯოს, ციხეში ჩაჯდეს. ყველა ვინც, რა ქვია, ეწინააღმდეგება ვერტიკალური, ავტორიტარული სახელმწიფოს პრინციპებს, დაისაჯოს. არავითარი
კაზინოები, მაგალითად ალიევის მამამ აკრძალა კაზინოები აზერბაიჯანში. და ილხამმა ბატნი გეიდარის მამამისის ნება გააგრძელა და არ არის ძმაო კაზინოები აზერბაიჯანში. აქ თამაშობენ. ხო. ჩვენთან იგივე ნარკოტიკები გესმის? იგივე სექსუალური გარყვნილება. მიდი აბა შენ ცადე იმაში ბაქოში, იმის რა ქვია, პრასტიტუტკების, თუ პოლიტიკური, თუ ფიზიკური პრასტიტუტკების აღლუმის ჩატარება. დაგსვავენ სარზე იმ დღესვე, იქვე. აბა ცადე შენ ბაქოში ჩაატარე კონფერენცია, რომელიც სასტუმრო რუმსში ვერაზე ჩაგვიტარა ლუკ კოფმა 2018 წელს. კონფერენციას ერქვა საქართველოს ნატოში, აფხაზეთისა და ცხინვალის გარშემო. აბა ჩადე ერთი თუ ბიჭი ხარ გარეშე. აბა ჩადე ხა შენ გუბას თუ კაცი ხარ, გიცნობ მე შენ და თავის დროზე კაი ურთიერთობა და ბაქოში ჩაატარე კონფერენცია აზერბაიჯანი ნატოში ყარაბაღის გარეშე. ყარაბაღი ჩვენი არ არის. და აი ერთი რა მოგივა იქვე იმ სასტუმროშივე რა. ამიტომ მე უბას უჭერ მხარს. აი ამ სიტუაციაში. ხომ გუბაზე წავიდეთ ამით, მაგრამ ვიყოთ კონსისტენტ, ვიყოთ თანმიმდევრულები. არა, შენი რეფორმების შედეგად გუბაზე თუ ჩვენ თაღლითებს დავიჭერთ, შეიძლება აღმოჩნდეს აი მე ხო თავს შევიკავებდი რაღაც პირადი იმის გამო, ხო? აი არ შევალ მან, მაგრამ ნუ აი თქვით A, თქვათ B. გვინდა რკინის მუშტი და ესა რა ქვია. კი ბატონო, აი გარი გაუყვეთ. მაგრამ მაშინ ყველა ქალს დამგვანებულ კაცს და კაცს დამგვანებულ ქალს ვისაც ამოყირავებული აქვს ყველაფერი. კაც ქალობა, კაც კაცობა, ქალს ქალობა და აი ყველაფერი ის რაც შეუთავსებელია. ეგეთ სტილის სახელმწიფო მშენებლობასთან უნდა კითხონ თავის თავს უჭერთ თქვენ ხარს გუბას სანიკიზეს ისე როგორც მე უჭერ მას. სახელმწიფო უნდა იყოს რა, მარტივად რო ჩამოვაყალიბოთ, ხო? ტრადიციულ სახელმწიფოს ყველა ნიშნები უნდა აღდგეს და მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ. შეიძლება თავისით მოგვარდეს მაშინ ეს კონფლიქტი. კაცო, ესა ნავთობი რო აქვს აზერბაიჯანელებს, იმიტომ დაუბრუნესო. ერთი წუთი და ნავთობი იმასაც აქვს, კანადასაც აქვს თავზე საყრელი, მაგრამ როგორ გონია ხა, რომ ამერიკამ წაართვას ალბერტას პროვინცია. დაიბრუნებს რამე, ეს რამდენი ნავთობიც არ უნდა ქონდეს, ეს ხო შანსი არ არის. რას ქვია ნავთობი აქვს? უამრავი ქვეყანა რომ ნავთობი აქვს და მონაა. ნუ ყველაზე დიდი ძალა რო არის ადამიანები, რომლებიც ერთი იდეის ქვეშ არიან გაერთიანებული და ვერც ერთი იარაღი ვერ მოერევა ამას, ხო? ეს ბევრჯერ ისტორიამ გამოცადა. ამიტომ თუ იდეოლოგია არ აქვს იმ საზოგადოებას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობ და ჩვენ არა გვაქვს, უბრალოდ ვერ ჩამოყალიბ და ვერანაირად, ხო? ის ადვილი დასამარცხებელი. აი პატარა ბიზგით, პატარა ზემოქმედებით, იგივე მედიიდან თუ ყველაფრიდან რა. ამიტომ შენ რასაც იძახი მე გეთანხმები, მაგრამ მაშინ გუბას ანიკიძე სხვა მხარეს უნდა იდგეს და არ იცავდეს იმ ხალხს, რომელმაც ეს დაგმართეს. ნუ მე საერთოდ ვიტყოდი, რომ არის ორი გზა რა. ყველაზე კაი არის ერთად როცა არის ძლიერი ლიდერი, ხალხის მიერ არჩეული და ხალხის ნების გამოხატვის ინსტიტუტები. ეხლა მე მაგალითად არ მიმაჩნია, რომ უმრავლესობის გადასაწყვეტია ზნეობის საკითხები. კაცობრიობის ისტორიაში ეგრე არ იყო. მაგრამ უმცირესობის გადასაწყვეტი ნახდათ არ არის. არა, კიდე ერთი რამეა. და შენ თუ ბოდიში გაქვს სიტუაცია, სადაც ერთის მხრივ ყავს ხალხის მიერ არჩეული ძლიერი ლიდერი, ეროვნული, ვისაც ხალხი ენდობა და მეორეს მხრივ შენ ყავს გაქვს ინსტიტუტები, როგორიც არის ის, რასაც ქვია, რაც გაგვიუქმეს მაჟორიტარები, ანუ ხალხის მიერ პირდაპირ ხალხის არჩევა, ვინც თვითონ უნდათ. არა ის, ვინც პარტიულ სიაში მოხვდა, იმიტომ რომ გაძრა და ქრთამი შეეტანა და მშენებლობის ნებართვა უნდა აიღოს და მაგიტო გახდა დეპუტატი. არამედ ის, ვინც ხალხში ავტორიტეტით სარგებლობს. მაგალითად ისეთი ინსტიტუტები, როგორიც არის ესა რა ქვია, რეფერენდუმი, რომელიც ჩამოართვეს ხალხს და ასე შემდეგ. აი როცა გაქვს ამ ორი რაღაცის სიმბიოზი, ანუ ლიდერი, რომელიც უყვარს და ხალხს და პატივს სცემენ და აირჩიეს და გზაფართო და აქედან ამ ლიდერს
აი ამ ელიტაში, რომელიც ყოველთვის დამპალია, ყოველთვის იმას იკეთებს რა, კაპს იკეთებს და სულ საწმენდია. და აი ამ თავის მიერ არჩეულ ლიდერს ქვევიდან ეხმარება აი ეს ინსტიტუტები ხალხის. იმან ლიდერს შეიძლება არც იცოდეს და არც ეყოს ყურადღება, რომ ეს დალპა ეს ტიპი, ეს დეპუტატი. და ხალხს ხელში აქვს ინსტრუმენტი, რომ გამოათრიოს ყურით უკან. ესმის? აი ეგ არის მაგარი ქვეყანა რა, ეხლა ვინმეს რო არ ეგონოს, რომ მე მართლა ერთპიროვნულად ავტორიტარული მმართველობის ისა ვარ, მაგრამ რომაც მეთქი ეგ გვინდოდეს, უბრუნდები იმეს გუბაზის წინადადებას. ხარს უჭერ, მაშინ მოდი ესენი გავაკეთოთ რა. აი იმაში რა ქვია, ბაქოში როგორცა ისე იყოს. და მაშინ ჯერა რომ რაღაცის აკუმულაციას მოახდენთ რა. მაგრამ ესე არა ძმაო, რომ ერთ დღეს ერთ სიძახი, მეორე დღეს მეორე სიძახი, პრინციპები არა გაქვს. ემიდან იმაზე დახტიხარ და იძახი ნეტა ბაქოში ვიყო. ბაქოში კიდე წამოვიყოთ ბაქოში. გიჭარ მხარს. ლევან ცნობილი გამონათქვამი. მაშინ ყველა ჭინკა ისა იმეთ რა ქვია, ტელევიზიიდან, იმიდან, არასამთავრობოებიდან, საგანმანათლებლო ინსტიტუტებიდან ეს რა არის, სად გამოზარდეს ეს ამდენი შხამიანი ლექტორი. დადიან და ბავშვებს უყვებიან ყველაფერს პირი. არა, მე რა მინდა გაგახსენო, რომ გუბას ანიკიძე იყო კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ გეი პრაიზს დაუჭირა მხარი და თქვა, რომ ესო რომაელები ყველანი გეები იყვნენ. მე არც კი მინდა, ბოლო იმაზე ვარ, არ ვაკეთებ პირად კომენტარს გუბაზე, თუ შიმი შეატყვევ, ხარიც კი დაუჭირე დღე. კი, არა ერთხელ. მაგაში ვერ დაუჭერებ. ხო, არა. მაგრამ, დავანებოთ, რაცმა თქვა და უპასუხე რა. კანადის პარალელი ახსენეთ, გაავლეთ წეგან და კანადის პარლამენტში უკრაინელი ნაცისტის მიწვევას რა ამბავიც მოყვა მთელი მსოფლიო ამაზე საუბრობს. კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრუდომ კი ამას უკიდურესად უხერხული ფაქტი უწოდა. ესე იგი, როგორც ვნახეთ 98 წლის იაროსლავ ჰუნკას ვიზიტს პარლამენტში დეპუტატების ტაში მოყვა მას შემდეგ, რაც თემთა პალატის სპიკერმა ენტონი როტამ მას გმირი უწოდა. ეს ფაქტი კანადაში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს მოხდა. რეალურად მოგვიანებით კი ენტონი როტამ ბოდიშიც მოიხადა სპიკერის განცხადების საპასუხოდ. კანადელ ებრაელთა ჯგუფმა სახელწოდებით ისრაელისა და ებრაულ საქმეთა ცენტრმა განაცხადა, რომ სათანადო შემოწმება აუცილებელია იმისთვის, რომ ასეთი მიუღებელი ინციდენტი აღარ განმეორდეს. ცნობისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს იაროსლავ ჰუნკა მე-14 ვაფენ SS-ის გრენადიერთა დივიზიაში მსახურობდა, რომელიც ასევე ცნობილი იყო როგორც გალიციის დივიზია. ეს იყო მოხალისეთა დანაყოფი, რომელიც ძირითადად ეთნიკური უკრაინელებისგან იყო დაკომპლექტებული და ნაცისტების მეთაურობით მოქმედებდა. დასავლური მედია წერს, რომ დივიზიის წევრებს ბრალად ედებოდათ პოლონელი და ებრაელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, თუმცა დანაყოფი ტრიბუნალს არც ერთ სამხედრო დანაშაულში არ უცნია დამნაშავედ. დანაყოფს ეწოდა პირველი უკრაინული დივიზია, ვიდრე 1945 წელს მოკავშირეებს ჩაბარდებოდა. მოგეთ მუშურგლეხურ ენაზე რო ვთქვათ, იაროსლავ ჰუნკა არის ნაცისტი, SS-ის ფაშისტი, SS-ის წევრი, რომელიც მივიდა კანადის პარლამენტში ზელენსკის ვიზიტის დროს, თქვა სიტყვა და მას გმირი უწოდეს და ტაში უკრეს და ეს გაეპარა ტრუდოს და იხადა ბოდიშები, ხო? ტრუდოს არ მოუხდია პარლამენტის არა, ტრუდომაც ხო თქვა, რომ ეს აღმაშფოთებელი ფაქტია. უხერხულობა შეუდგა, ხო? პარლამენტი ვისე სპიკერი გადადგა. სპიკერი გადადგა თანამდებობიდან ტრუდომ უბრალოდ აღნიშნა, რომ უკიდურესად უხერხული ფაქტი დაფიქსირდა. შეაფასა მსუბუქად, ასე ვთქვათ. რა შეგვიძლია ვთქვათ, ვამბობდით და ვიძახით, რომ სამივე იდეოლოგია მოდერნის არის ტყუპის ცალი. ისინი კი ვითომ ერთმანეთის მტრებია, მაგრამ მოდერნის, ანუ უკანასკნელი 300-ოდე წლის სამივე პოლიტიკური იდეოლოგია, კომუნიზმიც, ფაშიზმიც და ლიბერალიზმიც არის ტყუპის ცალი. და ეს ტყუპის ცალობა ვლინდება სამ ძირითად საერთო თვისებაში. ამ სამი იდეოლოგიისა. პირველი არის, რომ მათ სამივეს ძულთ რელიგია, განსაკუთრებით ქრისტიანობა. კი გამოხდებიან ხანდახან სოციალისტები და ამბობენ, რომ ჩვენ ავართ განხორციელება ქრისტიანობისო, მაგრამ ვლადიმერ სოლოვიოვი მე-19 საუკუნის დიდი რუსი ფილოსოფოსი ეტყოდა, რომ
რა კავშირია თქვენსა და ქრისტიანებს შორის, ქრისტიანობა ურჩევს ადამიანს მისცეს თავისიო და სოციალიზმი მოითხოვს წაართვანს ხვისიო. არავითარი კავშირი ამ ორს შორის არ არსებობს. ამიტომ მარქსისტების ქრისტიანობა არ გაეშვა. ზუსტად მასე ფაშისტებიც ტანკებზე ახატავდნენ ჯვრებს და თვითმფრინავებზე და ჯვრის სახელით ბომბავდნენ ეთნიკური და რასობრივი ნიშნით ადამიანებს და რა ქრისტიანობა ეს არის. და ზუსტად მასევე მამათმავალი ლიბერალებიც ამბობენ, რომ ჩვენ ვართ მღვდლებიო და რა მღვდლები ეგრეა. ანუ ერთი თვისება რაშიც ლიბერალიზმის, ფაშიზმის და კომუნიზმის არის ტყუპის ცალი, არის რელიგიის და განსაკუთრებით ქრისტიანობის სიზუღი. მეორე თვისება, რითიც ეს სამი არის როგორც ნაბიჯვარი სამედიცინო ტერმინია, ანუ ის ვინც არ იცის ბიჭისგან გაჩენილი, ანუ ესე ვთქვათ რა, თავისი მამა. ამათმა არ იციან, რომ საერთო მშობელი ყავთ. და როგორც ყველა ბასტარდი ერთმანეთს ხოცავენ. არ იციან, რომ ერთი მშობლის ნაშიერები არიან. მეორე თვისება, რითიც ეს სამივე არის ტყუპის ცალი, არის იმაში, რომ ამ სამივეს უნდა მთელი პლანეტა. არასოდეს არც ლიბერალი, არც ფაშისტი და არც კომუნისტი არ იტყვის, რომ მე მეყოფა ესა და ეს გეოგრაფიული ნაწილი ამ და ამ კონტინენტის. ისინი ყველა ლაპარაკობენ მთელი პლანეტის დაპყრობას. ექსპანსიურია რა ეს. გლობალისტურია. სამივე არის გლობალისტური. ვერ ნახავ შენ ფაშისტს, ნაციონალ-სოციალისტს, რომელიც იტყოდა, რომ იმან რა ქვია, დუჩეს იაპონიის იმპერატორის და ადოლფ ალოიზის ძე ჰიტლერის ტრიამ არ უნდა დაიპყროს თელ დედამიწა, კაცო, რა უნდათ დუჩეს აფრიკაში რომ შევარდ. ან რა უნდათ იაპონელებს ჩინეთში რომ შევარდ, ხო? იგივე ტროცკის რევოლუცია, ისა მსოფლიო რევოლუცია, რომელშიც უნდა დაიწვას ასობით მილიონი ადამიანი და იგივე ლიბერალიზმი, კაცო, რა ვერეტევა კელი დეგნანი თავის ამერიკაში, რატო უნდა ჩამოვიდეს დიღომში და მიფრიალოს რაღაცა ფერადი ჩვარი და მასწავლოს როგორ გავზარდო მე ჩემში. ეს სამივე არის მანიაკალურად გლობალისტური. არჯერ ვერ ეყენდება თავის სახლში, თავის ეზოში, თავის საძინებელში. უნდა შემოგიჭრას, გესმის და გითხრას, იყავი ფაშისტი, იყავი კომუნისტი, იყავი ლიბერალი. ეს არის მეორე თვისება მათი ტყუპის ცალობისა და მესამე თვისება მათი ტყუპის ცალობის არის ეს სამივე პირდება ადამიანს რომ მოახვედრებს ამ ქვეყნიურ სამოთხეში. ეს სამივე ეუბნება რომ ჯერ ვერ დამყარდა ბიჭო ბოლომდე ეს ფაშიზმი, თორე აშენდები. ჯერ ვერ დამყარდა, აი გვიშლიან ეს ვიღაც მღვდლები, ეს ვიღაც ტრადიციული წვერებიანი კაცები და ნაზი მორცხვი ქალები, თორე ეგენი რო აღარ იყოს. წამომყე, აი ცოტაც დაგვრჩა. მაგასი არ გავიზარდეთ, პიწილეტკა, ახლოა გამოჩნდა. ბიზნესმენიც იგივე არ თქვა, მოვედიო, პირველი 2-3 წელი ისე რა და მერე მაგარი ლიბერალური ის გვექნებაო რა. მასეთ შეურაცხყოფას ადამიანს არ აყენებს არც ერთი რელიგია. ტრადიციული. არ ატყუებს, არ ეუბნება რომ ამ ქვეყნაზე გექნება სამოთხე. ეხლა რა გონია ლიბერალს, აი რატო უძულვარ მე, რომ მას გონი რომ მე არ ვუშვებ ბედნიერებაში. საკმარისია მე, შოთა, შენ აღარ ვიყოთ, აღარ იყოს ეკლესია, აღარ იყოს. იმ დღეს ჰოპა და ესენი აღმოჩნდებიან ევროკავშირში, რომელშიც პირში აქედან იმას ჩაუდებენ, აქედან იმას და ეტყვიან რა კარგი ხარ შენ. აღარც შრომა აღარ დაჭირდება, არც ჭირთათმენა არ დაჭირდება, არც დისციპლინა. გესმის და სულ იქნება, სიკვდილი აღარ იქნება. სიკვდილს დავიწყება ხო უნდათ კომუნისტებსაც, ფაშისტებსაც და ლიბერალებსაც. კი. ბაბუაჩემი ერთ-ერთი მომთავრე. ბაბუაჩემი ვერაზე რო გარდაიცვალა, ხო ერთ-ერთი რუსი კომუნისტი ცხოვრობდა და არ გაგვასვენებია. რატო? იმიტომ რომ ვერ იტანდა, არ შეელო, ხო ღმერთი ხო არ არსებობს, მაგრამ იმდენად სუევერნი, ანუ სრუმორწმუნე იყო, რომ სხვა გზა არ ქონდა, რომ გამოგვეყვანა მიცვალებული. და თავისი სუევერის შეკაცო თუ მატერიალისტი ხარ, ამ მნიშვნელობა გაატარე რა მეზობლები. სხვანაირად კუბო ვერ ეტევა. და ზალიკო ქიქოძებნა მამაჩემის თაწმინდელ ვერელმა იმებმა მთასვლელებმა ეხა ერთი ყურის აწევა უნდა და არიკადრეს და თოკებით ჩამოუშვეს ვერის ეზოში ბაბუაჩემის და დამამახსოვრდა 15 წლის ვიყავი. ეს არის იმის ათეიზმისტების რელიგიურობა. გესმის? და არც ერთი ნამდვილი რელიგია არ ეუბნება კაცობრიობას ამას. არ ეუბნება რომ ისა რა ქვიან
შენ ხა ამ ქვეყნიურ 64-ს არ აშენებს. არა, ქრისტიანიც, მუსლიმიც, იუდეველიც, ბუდისტიც ეუბნება, რომ ამ ქვეყანაზე არის ჭირთათმენა და პროცესია. წესების დაცვა და მარადისტობისთვის მზადება. გესმის? და მე თუ უფალი შეგვიწყალებს, იქ სხვადასხვა ვერსიები აქვს. ჩვენი მიგვაჩნია ჭეშმარიტი, იმათ თავისი, იქ არის სამართლიანობა. გესმის? და ეს სამივე აფერისტი, ლიბერალიც, კომუნისტიც, ფაშისტიც. ეუბნება, რომ ბიჭო, ვერ მივედით, თორე რომ მივიდე, დავშენდებით რა. ერთი კვირა და 1 კილომეტრი გადაგვრჩა, გესმის? და რა მოვიდა ახლა ტრიუდოს. ტრიუდო არის რა ბასტარდი. ანუ ნაშიერი ლიბერალური იდეოლოგიის აბსოლუტურად დამპალი ტიპი შიგნიდან უცებ აღმოაჩინა რომ ბიჭო ეს ჩემი მოძმე როგორ ეს ხო ჩემი მტერი რა შენ მტერია ეს ფაშისტი ეს SS-ის ნაცისტი შენაირივე იქვე უზი ჩვენ ეჭვი არ შეგაპაროს ეგეთივე მარქსისტები იმაში კანადის პარლამენტში მე არ ვიცი კანადელ ტრადიციონალისტებს ვიცნობ მეგობრობ ამიტომ არაფერი გასაკვირი არ არის ხანდახან უბრალოდ უცებ მოხდება ხოლმე ლუსტრაცია ეხა როგორ შეგული სახე ჩანს რა. ხო, უბრალოდ გამოჩნდა რაღაც და ეგრე ჰოპა, აბა დავაი დავამალოთ თორე რა არის ბიჭო სასირცხო იმაში რომ ხართ ძმები. აი როგორც ჩემთვის არ არის სასირცხო, კი მე მართლმადიდებელი ვარ და არასდროს არ ლოცულობ არც კათოლიკესთან ერთად, არც მუსლიმთან, ჩემი სალოცავები მაქვს, ჩემი წესი მაქვს. მაგრამ ძმა არის ჩემთვის ტრადიციული მუსლიმი, ტრადიციული იუდეელი, ტრადიციული ბუდისტი. ეგრე ხართ ძმები, ბიჭო, ნუ ირცხვენთ მაინც ამ ძმობას, კომუნისტები, ფაშისტები და ლიბერალები. ხართ ერთი და იგივე. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ერთნაირად გძულთ რელიგია, განსაკუთრებით ქრისტიანობა, სამივეს გინდა მთელი დედამიწის ჩაყლაპა და სამივე ხართ აფერისტები, რომ ადამიანებს ეუბნებით, რომ მიდიხართ ნათელ მომავალში. რა ნათელ მომავალში მიდიხართ? ეგ ჩანს თქვენ შვილებზე და თქვენ შთამომავლობაზე. ნათელი მომავალი აქვს იმას, ვისაც წესიერი შვილები ყავს. თქვენ რას გავხართ? მართალი. თუ კომუნისტების შვილები რას გვანან, თუ ფაშისტების შვილები რას გვანან, საწყლები და თუ ლიბერალების შვილები რას გვანან. გადავიდეთ შემდეგზე. გადავიდეთ. მაისიდან კანადის სიღრმისეული ანალიზი მოახდინა. ეს ამბავი არის აქტუალური მაისიდან მოყოლებული თითქმის 5 თვიანი გაფიცვის შემდეგ ჰოლივუდის მწერალთა პროფკავშირმა მსხვილ სტუდიებთან წინასწარ შეთანხმებას როგორც იქნა მიაღწია ინფორმაცია კვირას გავრცელდა 24 სექტემბერს როიტერმა გაავრცელა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია თუმცა 3 წლიანი შრომით კონტრაქტზე მიღწეული წინასწარი შეთანხმება ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს ამერიკის მწერალთა გილდიის ხელმძღვანელობამ ასევე პროფკავშირის სხვა წევრებმა სანამ ის საბოლოოდ ძალაში შევა ეს გაფიცვა ამერიკული ფილმების და სატელევიზიო ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი უდიდესია, რომელიც კალიფორნიის შტატის ეკონომიკას უკვე მილიარდობით დოლარი დაუჯდა. მაყურებელს შევახსენოთ, რომ მწერლების დიდმა ნაწილმა სამსახური ორმა ისდატოვა მას შემდეგ, რაც მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, მოგვიანებით მათ კიდევ უფრო მეტი მწერალი შეუერთდა, გაფიცულთა მოთხოვნებს შორის სახელდებოდა. ესენია კომპენსაციის მომატება, მწერალთა სამუშაო გარემოს უკეთ უზრუნველყოფა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების წინააღმდეგ დაცვა და მრავალი სხვა. შენ აგასენ აღმერთვა, რა მაგარი მაგალითია რა. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც დაცინოდნენ მწერალთა კავშირის მარქსისტულ იდეას რას ამბობდნენ რომ სად სახელმწიფო და სად მწერალთა კავშირი და სად ბაზარი ბაზარმა დაარეგულიროს რა ხო ეს ეგრე არის ხო კი ანუ მწერალთა კავშირს აფურთხებდნენ დაცინოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ სწორედ უფალი ბაზარი მოაგვარებს ყველა სწორედ ლიბერალები ეგრე არის ხო კი გადავახვიოთ ახლა ეს ფირი თუ კასეტა თუ CD კომპაქტ დისკი თუ რაც გინდა წინ მერე ესვე ლიბერალები არ ჩაბუდდნენ ამ ქართულ მწერალთა კავშირში ისე რომ არც ერთ არალიბერალ მწერალს არ მისცეს იქ შესვლის უფლებაც კი რამე ხო არ მეშლება და ამას წინად არ იყო რომ ბიძინამ თუ ვინც იყო რომ დანიშნა ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი კეთინო დუმბაძე ხო რომელიც ნუ არ არის ვთქვათ მათიანი ხო ამას არ მოყვა მათი ტოქსიკუზე ან მოდი კიდევ ერთხელ გადავხედოთ რა მწერალთა კავშირი არის ცუდი
მანამდე სანამ ჩვენ მას არ დავშლით. მე როცა ჩვენ მას ბოდიში და ერთ ადგილქვეშ ამოვიდეთ, ის ჩვენია და კარგია. გენიალურია, ტოლერანტულია, შენ შეგიძლია იყო ნებისმიერნაირი ლიბერალი. თუ გინდა რომ შემოხვიდე აქ. და თუ ერთი ადამიანი მაინც, დიდი მწერლის ქალიშვილი, ინტელიგენტი ქალი და ჩვენში მოხდება, ჩვენ მას ამოვყორტნით თვალებს, იმიტომ რომ ის არ არის. და ეხლა თავისუფლების შუქურაში მე არც ვიცოდი, მე ჩამორჩი ცხოვრებას. არც ვიცოდი რომ პროფკავშირი არსებობს ჰოლივუდში. იმ ჰოლივუდში რომელშიც რა ქვია ბაზარი უნდა არეგულირებდეს ყველაფერს. თავისუფლება და რომელშიც იმის რა ქვია ორი პრინცია ახლა ზღაპრებში, რომელშიც Disney Corporations მიუხედავად იმისა რომ გაყიდვები უვარდება მულტფილმიდან მულტფილმამდე, სულ უფრო და უფრო მეტი გარყვნილების ხატება შემოაქვს. სადაა ბაზრის დარეგულირება? თუ წამგებიანია, რატო აკეთებ ამას უკვე მე-15 წელია, ხო? და თურმე ამ ჰოლივუდში არის მთელი ძმაო კასტა უნიტაზის მწერლებისა, როგორც თბილისში, ხო? რომლებიც ჯამაგირებს ითხოვენ, რაღაც სოციალურ უზრუნველყოფას ითხოვენ და ერნესტ ჰემინგუეისავით არ სვავენ, არ ლოთობენ, თავს არ იკლავენ, ხო? და არა, აქეთი ეს არის, ანუ ეს რა, რაღაც სრულიაძებს ანდალიყო. ინტელექტი დაგავიწყდა, აქ ძალიან ხო, ChatGPT, ანუ ChatGPT მაჯობა მაგათ. უკვე წერს მაგათზე უკეთეს რომანებს, ეხლა ეგ არის ბოლო, გაიგე, ლიბერალიზმის საბოლოო ისა და ამათ ეთყობა ამ ქაოსში მყოფმა პოსტმოდერნისტულმა, ჩემმა საყვარელმა, მაგრამ რას დამგვანებულმა ამერიკამ ეთყობა რაღაცნაირად ამ მანქანამ, ამ ლევიათანს, რაღაცი გაჭმოთ ფულს, აგერ ChatGPT მიწერს. თქვენზე უკეთეს რომანებსო და ამათ მაიცა ჩვენი პრივილეგიები სად არისო, გვიხადეთ ფულია, თორე გავიფიცებითო. და აღარ დაგიწერთ ციგნებსო. აი ძალიან საინტერესო ნიუზია. ხო და აი მაგას ვიზახი, იმიტომ გამოყო ეკემეს რომ ერეკლემ რომ ძალიან სიმპტომატიური. ანუ სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ცივილიზაცია რა. რობოტული ანუ კომპონენტმა ჩაანაცვლოს ადამიანი. ანუ იდეოლოგია ეგ არის. ნუ აი მე ერთი მოთხრობა რეი ბრედბერის, რომელიც იმ დღეს გავიხსენე ერთ-ერთ საუბარში არ მახსოვს სადაც თუ გახსოვს ამ მოთხრობის პერსონაჟი ну ბრედბერი ხო ფანტასტი იყო და ამ მოთხრობის პერსონაჟი გასულია რა კოსმიური ხომალდების მოგზაურობების თვალსაჩინოზე გახარებულია იმითი რომ ხედავს რაღაც ენით აუწერელ სილამაზეებს და დარდობს იმაზე რომ ჩვენ დროშიო ამისი აღწერის კალამი ოსტატობა აღარც ერთ კლასიკოს აღარ აგვაქვს. ნუ პრაქტიკულად ბრედბერი თავის თავზეც ამბობს, რომ აი რა გვეშველება ამას, აი ამ ტექნიკური პროგრესის სილამაზეს ვინ აღწერსო და დროის მანქანის მეშვეობით ეს პერსონაჟი მოგზაურობს წარსულში, ჩადის თომას ვულფთან საავადმყოფოში ერთი დღით ადრე სანამ თომას ვულფი გარდაიცვლებოდა კიბოსაგან თუ არ ვწდები და ეუბნება რომ აიო მე მომავლიდან ჩამოვედი და წამოვყევიო რა. და ის რაღაცებს განახებ რომ მარტო შენი კალამი შეძლებს ამას. და ვულფი ეთანხმება და ამძიმებულია ამ თავისი ავადობით, დაუჯდება მანქანაში და გადიან კოსმოსში მომავალში. და მე განცვიფრებული ვიყავი, ეხლა ორიგინალში ინგლისურად ვკითხულობდი ამას და განცვიფრებული ვიყავი, რა თითქოს ტუმბლერი გადაირთო. ამ მომენტიდან და ბრედბერი როგორც გენიალური მწერალი უცებ აი ChatGPT რა გადადის ვულფის ენაზე. აი გეგონება ვულფმა დაწერა და ვულფის ენით არის მე აღწერილი ეს კოსმიური ველები რა. და აი ასე თქვა გეკრება აი ამ თხრობის სილამაზისგან რა. და მე ერთ ლექსში რობაქიძეს ვეუბნები რომ ჩვენ დროში ვინ აღწერს მეთქი შენაირად და უნდა როგორც ბრედბერი ვულფს დაუძახა ისე გეძახი მეთქი რომ ვიქრონიკოსო ქართულ ნიაღვარად მეთქი ხო და
რაზე უყვები ახლა ამას, რომ ეს AI ხელოვნური ინტელექტი უკვე მივიდა იქამდე, რომ მუსიკას წერს, ლექსებს წერს, მე მაგის არ მჯერა, მაინტერესებს ხანდახან ნახულობ ხოლმე, ჯერ ვერაფერი საგულისხმო ვერ ნახე, მაგრამ ეთყობა ეს ხდება აქ რა, რომ ესენი იმდენად დეგრადირდნენ, ახლა მე ნახდათ არ მჯერა, რომ თუნდაც საშუალო დონის პოეტი, ან მწერალი, ხო? მაგას იყენებენ. ეს რა ქვია, ვერ დაწერს რამეს უკეთეს, ვიდრე ოდესმე დაწერს AI, ხო და ესა რა ქვია, დამფასებელი ესთეტი, მკითხველი ყოველთვის გაარჩევს მამას ამისგან, ხო? მაგრამ ეს უნიტაზის მწერლები და პოეტები ისე დეგრადირდნენ საქართველოშიც და რო კონკურენტს ხედავენ. რო კონკურენტს ხედავენ, აი ამ ნიუზში, აი ხო თითქოს აი ერეკლემ მოგვიყვა გასატარებელი ნიუზი, უმაგრესი ნიუზი. მაგით უთხარ შენ გაგახარა ღმერთმა, რომ ესენი ისე დავარდნენ იატაკზე რა, რომ chat GPT-ში გარწმუნებ რა. ხედავენ კონკურენტს და ამბობენ, მაიცა ჩვენ ვინ გადაგვიხდის. იმ რა ქვია, შეღავათებს და იმას რა ქვია, პაბლაშკებს ჟარგონზე რო თქვათ, რასაც ეგენი დაცინოდნენ საბჭოთა მწერალთა კავშირის და რასაც მე ეგენი დაეპატრონ. ეგაც ხო ცირკია რუსეთში ხო ესა რა ქვია, დაცინოდნენ ძველ სისტემას რუსი ლიბერალები და ყველა რუსი ლიბერალი, ხო? სარგებლობა არის ოლიგარხი, იმის რა ქვია, ან სბერბანკს მართავს, ან გაზპრომს, ან იმას რა ქვია, როსნეფტს. ეგ ძალკე ცირკია. ჩუბა ეს ეგა. სახელმწიფო ხო ისა მისტერიან ბაზარმა დაარეგულიროს, ბაზარმა და სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს იბარავ. ნუ, ყოველ შემთხვევაში ერთი საინტერესო რამეა, რომ ეგ შეიძლება უფრო ღრმა რამეს იყოს ლევან, იმიტომ რომ ადამიანი როგორც მაგათი ანტაგონისტი რა, იმიტომ რომ ღვთის შექმნილი არსებაა, ხო? ღვთის სახის მატარებელი, ხო? ამის უარყოფაა ერთგვარად, იგი ამის დამკვიდრება. იმიტომ რომ ის შეცდომაც, რომელიც იმას შეიძლება არ მოძდეს და შენ მოგდის, ის ხო ღვთაებრივია. ის რაღაც უბრალო კაცის აშენებული სახლი, რომელზეც ბოლოში შესასვლელის თავზე თავის ხელს დატოვებს, ხო? ვიცით ხო, ძველ არქიტექტურაში არის, ხო? და რაღაცა შეიძლება ცოტა მოღრეცილი იყოს, ცოტა ერთი კიბე უფრო ის იყოს დიდი, მეორე უფრო პატარა. ამაში ხო სილამაზე მყავდა სალოცავად სტუმრები სამთავროში ლოცულობდით და ზეცხოველში და გამახსენდა დღემდე რო უყვებიან ზოგიერთი უვიცი გიდი რო ხელი მოაჭრესო არსოფიძესო, იმიტომ რომ ამაზე კაი არაფერი ააშენო, ხელის ბარელებს დღემდე რო ეს სისულელე ესა კულტივირებს, ხო. ხო და მაგას ვიძახი, ანუ ის რაც ხელოვნებაში ყველაზე მაღალია და ყველაზე მაგარია, ის ესე იგი დაშვებული შეცდომა, რომელიც ჩვენ ამ ქვეყანაში ეგრე ვცხოვრობთ რა, რომელიც გამოც გვიყვარს ჩვენ გალაქტიონი, რომელიც რაღაც მოკეიფე კაცი იყო, რომელიც გამოც აი ანუ გაცლილი ყველანაირ თვისებიდან რაღაცა სუროგატი უნდა ჩანაცვლდეს, გაიგე, რომელიც გაპრიალებულია, რომელსაც არანაირი ნაკლი არ აქვს, მაგრამ არ არის ცოცხალი. აი ეგ ნიუსია ეგ რა. უძლურის დღიურს რო წერდი, ან მეგონა რომ დავამთავრებდი როდისმე და კიდე გავაგრძელებდი ცხოვრებას და სხვაჩოს ახლა მინდა რომ გამოვცე უკვე ქაღალდის ვერსია და რომ იქნებ ვინმეს ვინც ჯვარი წერია ყველას ვინც ავად გახდება დაეხმაროს რამეში რა და მან ერთ-ერთ თავში გავიხსენე ესეთი ისტორია გალაქტიონზე რომ დეიდაცემის მეუღლე ბიძაჩემი გოგი ჟღენტი არის ბესო ჟღენტის შვილი და ახლა ყველა ოჯახში ხო არის ეს ისტორიები გალაქტიონზე რა და მე ვიცი გოგისგან ჩემი საყვარელი ბიძისგან რომ მოკეთ როცა კომუნისტებმა აღმოაჩინეს უცებ რომ ყავთ ცოცხალი გალაქტიონი და მას არ აქვს პოეტი აკადემიკოსის წოდება და ერთ-ერთ პოეტს პატივსაცემს, კარგ პოეტს, მაგრამ ნუ გალაქტიონთან შეუდარებელს აქვს ეს წოდება. ნუ აღმოჩნდნენ რაღაც კაზუსში, რომ ცოცხალი გალაქტიონი ყავთ, არ არის პოეტი აკადემიკოსი და ამ პოეტს აქვს წოდება და გააწყოს რომ გამოასწორონ ეს შეცდომა და დაუძახეს და მონახეს
იმაზე კოლმეურნეობის ბაზარზე როგორც ყოველთვის მემწნილეებთან ერთად კეიფობდა რა და მიადგენა იმითი კანდიდ ჩარკვიანის დრო ამ შავი ზილით თუ რაღაცით დაიზაფრა კაცი ხა წოლი მოუკლეს ბიძაშვილი დაუხრიდეს ყველა მოუკლეს და მარტო თვითონ ცოცხალი და ნუ იფიქრა რომ აი ესე და შემოვიდაო დაძაბულიო რა ეს ხდომა მიდის თურმე და ერთი ამბავია ხო და დაბრძანდითო ამხანაგ გალაქტიონ თქვენი საკითხი მალე განიხილებაო და უცებ დაჯდა ვესოს გვერდზე და უცებ წარადგინეს ამ ემაზე რა ქვია უკაცრავად პრემიაზე და რომ მიხვდა რომ არ ხრიტავენ და არ აგზავნიან ციმბირში გამხიარულდაო რა დაუბრუნდა ეს სიმთვრალე ლოყები აუღაჟვა და იღიმებაო და ნუ წარადგინეს დამსახურებები და ვის რა აზრი აქვსო და კონკავშირის პირველი მდივანი არც ვიცი ვინ იყო ჩარკვიანის დროს აიწიაო ხელი და მეო წინააღმდეგი ვარ და ვა როგორ ახლა ცეკა არის რატო და ისო ამხანაგი გალაქტიონ სვავსო ეს ისე ხო და ალბათ ეხაც ბაზარში იპოვიდითო და საბჭოთა ახალგაზრდობას ცუდ მაგალითს აძლევსო და ნახეთ როგორ აცვიაო და ნუ მე ჩემი აზრითო ეგეთ რამე ხო და ბესმა უყვება გოგის რომ გალაქტიონის ცნობის მოყარებით გაღიმებული უყურებს ამას ეს მამობრივი სიყვარულით ამ კონკავშირს რომელიც საბჭოთა იმის ნუ როგორც ახლა ლიბერალები არიან მომავალია ხო და შენს ვაო ბიჯიკო უცებ კითხავ ამას ხდომაზე და არა როგორ გეკადრევათ ხო და მეცითო ამ კაც პოეტი აკადემიკოსი მე გამიშვიდო ზავშიო რა და სად ნახავ რომელ ტელევიზიაში ნახავ კიდე ეგეთ ნიუზების განხილვას როგორ ძერი მედიაში და აუცილებლად სახსენებელია ვერაულით ამ თემას გვერდს 27 სექტემბერს 30 წელი გავიდა სოხუმის დაცემის დღიდან ამასთან დაკავშირებითაც საინტერესოა თქვენი აზრი აი ამ 30 წლის განმავლობაში რა მოხდა რა შეიცვალა რეალურად ის მოხდა რომ ეს ტრაგიკული დღე აი ჩვენ აღნიშნეთ ვილოცეთ გუშინ და თან ჯვართამაღლებას დაემთხვა ჯვართამაღლებას ყოველ წელს ემთხვევა და ჩვენმა სახელმწიფომ არც კი შეიბერტყა ყური ანუ სახალხო დონეზე სოციალურ ქსელებში ხალხმა გაიხსენა ეს შავი დღე ჩვენს უახლეს ისტორიაში სახელმწიფო მიდის დასავლეთში ანუ კი არ მიდის სოხუმში კი არ მიდის ცხინვალში კი არ აკეთებს ყველაფერს იმისთვის რომ ყველა ვინც სახლიდან გამოაგდეს დაბრუნდეს სახლში არამედ ზეიმობს რაღაც ზეიმებს და იქცევა ისე თითქოს არაფერი არ მოხდა. აი ეს მოხდა ჩემო ერეკლე. ტრაგედია. ანუ მე არც ვიცი რა უფრო მეტ ტრაგედია. 30 წლის წინ 93 წლის 27 სექტემბერს დაცემული სოხუმი თუ 2023 წელს 27 სექტემბერს საქართველოს ქართული სახელმწიფოს მისი მართველი ჭრილოვანი თავრის მისი პრემიერ-მინისტრის მიერ ამ საკითხის არანაირად არ აღნიშნა. არა აღნიშნეს, ახლა მაგას მოვიტყვით, მაგრამ რანაირად ნუ ძალიან ბანალურად რა შეუულებრივად როგორ რანაირად მე არ მინახავს. ნუ დადეს გვირგვინი, შეამკეს გვირგვინით და ის ახლა ჩვენ სხვა რამეზე საუბრობთ. ეგ ხომ ფორმალობა. ხო, ანუ მაგას ვიზახი. არა, მაგა ეხა იმა გვირთა მოედანზე იძახი? ხო. არა, ეგ კაცო. ეგ რა არის? შენ თუ გვირგვინს დებ, გვირგვინის დადების რიტუალი, რომაული ტრადიცია ნიშნავდა allegiance, ანუ ერთგულებას. შენ თუ რაღაც გვირგვინს დებ, შენ ფიცდებ მაგითი. რომ მზადხარ რომ ეს გვირგვინი ამ საქმისთვის შენცვე დაგადო. შენ თუ იმ დროს მოტრიალდი, ზურგი შეაქცია ამ გვირგვინს და სანამ მანქანაში ჩაძეკი აღარც გაგახსენდა. თელი შენი პოლიტიკური გზა ისე თუ გამლე, რომ ერთხელ პირიდან არ ამოქსვლი, აი ბიძინას ერთხელ უთქვია, მე ვარ ამ ქვეყნის ახლა მმართველი და ჩემი მთავარი ამოცანა არის აფხაზეთში და ცხინვალში ჩვენი დაბრუნება. ჩემი პოლიტიკური მრწამსი
მე ამაზე ვლაპარაკობ, კაცო, იმას კი არ ვლაპარაკობ, მასე ეგენი აღდგომაზეც დგანან ტაძარში. კაცო, მაგრამ ანტიდისკრიმინაციულ კანონს იღებენ მე. მაგას ჯობია რომ ეს არ გააკეთო შენ. ესმის, მაგი არც მაინტერესებს შენ რო თქვი, აღნიშნეს რომ მეთქი რაღაც ხო არ მოხდა, მაგრამ ესმის. არა, მე ვირგვინს რომ მიიტანდნენ და ეხა ესა რა ქვია, დიდება გმირებს რო იტყობენ და ჩვენ ეხა ეგეც ერთგვარი ის უნდა გავყოთ რა რაღაცა, ხო იცი? მე მაგალითად დილის ლოცვებში ესე მოვიხსენიებ. ქრისტეს მოყვარული მთავრობა და მხედრობა მისი კი ბატონო. ხო, ოღონდ ქრისტეს მოყვარულს ვამატებ მაგას, იმიტომ რომ ის მომენტი სულ შინაგანად მაქვს, რომ თუ ესენი ამ გზაზე დგანან, ესენი როგორ ვილოცო მათზე, ხო? ანუ მოდი გამოვყოთ, იქ არის ალბათ ხალხი, რომელსაც ეს ტკივა და მაგრამ მათი ძალაუფლება არ არის ისეთი რომ მათ შეძლონ ეს გადაწონონ ეს საშინელი ინერცია, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. არა, ეგ არის პირდაპირ მესამე მცნების დარღვევა. არა მოიხსენო სახელი უფლისა შენისა ამაოსა ზედა, ანუ ტყვილა. ეს რა ქვია, იმ დღეს ერთი მოძღვარი ყვებოდა, რომ ესო ხელოსანიო მუშაობდაო და ტყვილა იძახდა უფლის სახელსო და მლოცველმა ჩამოიარაო და დაუძახაო და ეს რო გამოვიდა დაემალაო. მერე კიდე დაუძახაო, ცაში დაიწყო ყურება და მესამედ რო დაუძახა, ეს გაბრაზდაო და ეცა ყელშიო, რომ რას მაწვალებო და ანუ უთხრაო, რომ ეგრე ლოცულობო შენ. ანუ შენ როცა გვირგვინი მიგაკ და პატივს მიაგებ, ესე იგი შენ ხელს აწერ იმაზე, რომ მე ამის მოწმე ვარ. მე ამის მოწამე ვარ, ერთი სიტყვაა ქართულში. მოწმე ნიშნავს მოწამეს. წამს ამბობ რა. ხო, და წამია. თან ამბობ, რომ წამება წამია. ქართულში გენიალური ენაა, ხო? წამია, მაგრამ უნდა ეწამო რა, უნდა მოწმე იყო. შენ თუ გვირგვინი მიგაგ და მთელ შენ პოლიტიკურ კარიერას ისე გაატარებ, რომ 1 მილიმეტრით არ გადაიწევ აფხაზეთის დასაბრუნებლად. ნუ მიგაგ რა ეს გვირგვინი რა. შენ თუ იმას რა ქვია დგები ტაძარში 2 მეტრიანი კელაპტრით და ესა რა ქვია და მე ღირსების ორდენს აძლევ ან ანტიდისკრიმინაციულ კანონს იღებ ანუ პირდაპირ სრული ინვერსია იმისი რაზეც დგახარ ნუ დგე ბიჭო აერჩიე რა არ შეიძლება ორი ბატონის მომენტი ნუ ეგ პიარია ანტიპიარი გამოგდის, იმიტომ რომ ადამიანი ვინც გულით აკეთებს ამას, ხე გიყურებს და ამბობს, რომ აი ხა ყოველი მეშვიდე ჩვენ დედაქალაქში არის გამოგდებული ცხინვალიდან და აფხაზეთიდან და იმ ხალხის ეურაცხყოფა არ არის. რა გააკეთე შენ იმისთვის, რომ დამაბრუნო. ამიტომ ეგ ახლა აი ერეკლეს რო უპასუხოდ რა არის ტრაგედია. და ტრაგედია არის არა მარტო ის რაც მოხდა, არამედ ის რაც ახლა ხდება. აუმთავროთ ამეთი, მე მგონი განხილვა. ჩემ მხრიდანაც რეალურად ეს იყო. ხო, დასრულდა. ხო, ანუ ესეთ სევდიან იმაზე ნოტაზე გვიწევს დღეს დავამთავრ. რა გაეწყობა ესე იგი ეგრე იყო საჭი. ეგრეა. დიდი მადლობა მაყურებელს. მადლობა. ამშვიდობა. მომავალ შეხვედრამდე.